მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას არჩევანი 2013, მე დათო ყანჩაშვილი ვარ. გადაცემას ტრადიციულად რეგიონული სიახლეებით ვიწყებთ გურჯაანის რაიონის მოსახლეობას მმართველი პარტიისგან საოჯახო ტექნიკის შესაძენად განკუთვნილი 1000 ლარიანი ვაუჩერის მიღების იმედი აქვს. მსგავსი დაპირების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ამბების შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან და მიმოხილვიდან შეიტყობთ. ჭანდრელი მარინე კაკაბაძის ოცნებაა, რომ სამზარეულოში გამართული გასქურა და მაცივარი ჰქონდეს და იმედი აქვს, რომ 1000 ლარიანი ვაუჩერით, რომელსაც თვითონ და მთავრობა არჩევნების შემდეგ აჩუქებს, ორივე შეძენა შესძლებს. აიშილო, რამაცივარია შეხედე. თუ ამაში რამე პროდუქტი შეინახება, თქვენი თვალით ნახეთ. აი გასაც უყურე, ძველი დროინდელი არც დუხოლ გამიმუშავებს, არც არაფერი და დიდი მადლობელი იქნება კმაყოფილი, თუკი სინამდვილეში ასრულდება ეგ ჩვენი ოცნება. არჩევნების შემდეგ იქნება აუცილებლად. 1000 ლარიანი ვაუჩერი ოშვილო და შეიძინეთ სარეცხის მაშინა, გაზი, მაცივარი და ტექნიკა, ახალი ტექნიკა თუ რა ვიცი, ვისაც რა აკლია. მარინე კაკაბაძის მეზობელი ეთერ თუთაშვილი აპროტესტებს, რომ ამ ვაუჩერით მხოლოდ ტექნიკის შეძენა შეიძლება, მას თანხა ურჩევია. გავიგერო რა იქნება ეს 1000 ლარიანი ვაუჩერი უნდა დარიგდეს არჩევნების მერე და დარიგდება. ტექნიკა სულაც არ მინდა, მე თუ მინდა, მაშინ თუ დახმარება ფული მომძენ და ფულად სახლი გავმართო, მე ტერაფერი არ მინდა. ეკატერინე ქადაგიშვილი გამსვლელი მოლარია და მას ვაუჩერების შესახებ სხვა სოფლებშიც ეკითხებიან. თავად კი უკვე რამდენიმე თვეა თავს იკავებს, რომ საჭირო ტექნიკა განვადებით გამოიტანოს, რადგან დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს ტექნიკას ქართული ოცნება უყიდის. მე თვითონ მაგალითად განვადებით არ გამომაქვს არაფერი, პენსიონერი ვარ და კაპიკები მაქვს ხელფასები, იმიტომ რომ ველოდები ამ 1000 ლარიან ვაუჩერს, მართლა ველოდები, მათში არის საერთოდ არ მაქვს სახში, პეჭკა მე არ მაქვს, გასქურა არ მაქვს, არაფერი, მართლა ველოდები 1000 ლარიან ვაუჩერებს. და მაშინ მოუხდი მადლობას ოცნებას, გავდივარ უბანში ძირკოხში, ჭანდაში და მოხუცებული ხალხი გადასახადები ხდიან, მეკითხებიან, შვილი, აბა შენ რა იცი, მართლა არიგებენ თუ არა 1000 ლარიან ვაუჩერებს. არ ვიცი, ბაბო, ალბათ ესევე უნდა მე ყველა მიცის რომ უნდა დარიგდეს. თითქმის ელოდებიან, როგორც ხელს შეჭროთ ეს ვაუჩერები უკვე ისია ხალხი მომზადებული ამისთვის. 1000 ლარიანი ვაუჩერების შესახებ ჭანდრის ამ უბანში უმეტესმა დაიჯერა კიდეც. ვაუჩერის მიღების შემთხვევაში მათ უკვე დაგეგმილი აქვთ თუ რა ტექნიკა შეიძენენ. თავრობა არიგებს ვაუჩერსო 1000 ლარიანსო და წლის ბოლოს დარიგდებოდა. გაზის პეჩი მინდა ვიყიდო. ელექტროსაქონელი უნდა დარიგდესო, რა ვიცი, ვაუჩერიო. მე პირველ რიგში ყველაზე იაფასიანს, მაგრამ მაინც პატარა კომფორტული მენიუთი შევიძენდი უპირველესად მაცივარს. შესაბამისად იმის შემდეგ რა დამრჩებოდა, ხო, რაღაცა ჯერ ვერ ვიფიქრებდი სარეცხი მანქანაზე, იმიტომ არ ამიქცეთ საშუალება ოჯახური პირობების გამო რომ სარეცხი მანქანა დავამონტაჟო. თუ შემეძლებოდა ავეჯი მაგალითად კუხნის ნაბორი. გადავამოწმებ, აბა საიდან წამოვიდა ეს ჭორია თუ სიმართლე, ნამდვილად გადავამოწმებ და მოგახსენებთ 1000 ლარიანი იქნება თუ 200 ლარიანი თუ 100 ლარიანი, აუცილებლად დაგიკავშირდებით და მე მოგახსენებთ. გურჯაანის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილი კი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მსგავსი ჭორი არ დაიჯერონ. ვინამცელებს არ ვიცი ნამდვილად რომ თითქოს მთავრობას გათვალისწინებული აქვს რაღაც ვაუჩერების დარიგება, რომლითაც მაცივარ შეიძენენ თუ საყოფაცხოვრებო მომსახურების ტექნიკას, ეს არის ტყუილი და ალბათ სავარაუდოდ სპეციალურად გავრცელებული რაიმე ჭორები წინა საარჩევნოდ. არავითარი ამის მსგავსი არ იგეგმება. გურჯაანის რაიონის სოფლებში 1000 ლარიანი ვაუჩერების შესახებ ჭორი გაზაფხულზეც გავრცელდა. მაშინ ზოგს სჯეროდა, რომ ამ საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი მათ სარვამარტოდ დაურიგებდა და მთავარი პირობა იყო, რომ წყვილები რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფილიყვნენ. რეგიონებში დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიების მიუხედავად ახალციხის მაცხოვრებლებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობა უცნობია. ადგილობრივი მოსახლეობა არც მათი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებაა ინფორმირებული. კანდიდატები მე მგონი 60 მიახლოებულები თუ 60-ზე მეტი არიან, მაგრამ თავარი 2-3-ია. 54-ია როგორც ავიღე. რამდენად ახლა რეალურად რამდენია არ ვიცი. ოცნებიდან ის არის მარგველაშვილი, ნაციონალებიდან ის ბაქრაძე,
გურჯანაძე და ეს, რა ვიცი, ბევრი არის. არ ვიცი რა, არ ვარ გარკვეული. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს გასაცნობად სამეგრელოს ესტუმრა. რიჩარდ მორლანდი არასამთავრობო სექტორის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. ელჩმა ადგილობრივი მედიის საშუალებების კითხვებსაც უპასუხა. მისი განცხადებით ზუგდიდში წინასაარჩევნო დაძაბულობა არ იგრძნობა და პრობლემების ალბათობაც დაბალია. პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების სტაბილურ ვითარებას ჩატარების იმედი მაქვს. კანონდარღვევების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებისთვის მზად იქნებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია ახალქალაქში განაგრძო. სოციალური პრობლემების პარალელურად დავით ბაქრაძემ განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური უმცირესობის უფლებების დაცვაზე გაამახვილა. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი რჩევთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ ის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს ძლიერი და ძლიერი ქართული სახელმწიფო იცავდეს მასში მცხოვრები თითოეული უმცირესობის, თითოეული ადამიანის უფლებას. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ანამრჩევლოს ახმეტაში შეხვდა. გამარჯვების შემთხვევაში ნინო გურჯანაძე მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი იყალთოს აკადემიაში წირველ ლოცვას დაესწრო. შემდეგ კი შუამთის დედათა მონასტერი მოინახულა. მიმდინარე კვირაში გურჯანაძე ამომრჩევლს იმერეთსა და რაჭაშით შეხვდა. ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ქუთაისში ზაზა მარუაშვილი ხელმძღვანელობს. ოფისის გახსნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, გიორგი მაგულაშვილი გამარჯვების მოპოვებას არჩევნების პირველ საბედულში მოახერხებს. იმაჩნია ძალიან სერიოზული გუნდი აქვს, დაკომპლექტებულია მართლა ძალიან ღირსეული ადამიანები და ერთი რამე ვიცი, რომ ალბათ ყველაზე ობიექტური, ყველაზე არა გაყალბებული არჩევნები ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს, როგორც 27 ოქტომბერს პარლამენტი მიულოცა და ეს იქნება გიორგი მაგულაშვილი. ყველა ინფორმაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან იხილეთ ვებგვერდზე headlines.g. ახლა კი თეონა აკუბარდიას მოვუსმინოთ, რომელიც რეგიონული პრესის მიმოხილვას შემოგთავაზებს. მოგესალმებით, მე ვარ თეონა აკუბარდია და გაგაცნობთ თუ რაც წერს რეგიონული პრესა საქართველოს რეგიონებში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების შესახებ. სამცხე ჯავახეთში გამომავალი გაზეთი სამხრეთის კარიბჭე აქვეყნებს სტატიას სათაურით კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან. სტატიის თანახმად ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციის წევრები უკვე დააკომპლექტა. ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია 13 წევრისგან შედგება, აქედან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, ერთი კანდიდატი, 6 კი პოლიტიკური კოალიცია ქართულ ოცნებას წარმოადგენს. ახალციხის შტაბმა საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრები წარადგინა, რომელსაც ამ ეტაპზე ტრენინგები უტარდებათ, ნათქვამია სამხრეთის კარიბჭის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს იმერეთის რეგიონშიც. იმერეთში გამომავალი ახალი გაზეთის სტატიის თანახმად ქუთაისის საარჩევნო უბნები მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გაიხსნება. ქუთაისის 59 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით საარჩევნო უბნების გახსნამდე კომისიის წევრებს ტრენინგები უტარდებათ. აღნიშნულმა ოლქმა 127-ვე საარჩევნო უბანზე კომისიის ექსპლუატაციის შემადგენლობის შერჩევა კონკურსით მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაასრულა. შოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნისთვის კონკურსის არ ჩატარების ფაქტს უარყოფს. გაზეთ კვირიის მოამბეში გასულ მასალას, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ საარჩევნო ოლქებში კონკურსი არ ტარდება და ქართული ოცნების ხელმძღვანელების მიერ წინასწარ არის გარკვეული თუ ვინ უნდა იმუშაოს საარჩევნო უბნებში. შოხატაურის 62-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეხმაურება მისი განცხადებით ხსენებული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო პერიოდში გამოყენების თემას ეხმიანება გურია ნიუსი. სტატიაში სათაურით საარჩევნო შეხვედრებზე ჩინოვნიკების ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით. კვირის მანძილზე საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც გურია ნიუსის სტატიაც მოხვდა. სტატიის თანახმად აგიტაციაში საჯარო მოხელეების სავარაუდოდ უკანონო მონაწილეობა დაფიქსირდა 13 სექტემბერს ჩოხატაურში, სადაც გურია ნიუსის ცნობით პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მაგულაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ გურიის სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. შინაგანთა
სახალხო სამინისტროს თანამშრომლების დასწრება წინასაარჩევნო შეკრებაზე აიქმნება როგორც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა და ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ამ შემთხვევების შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, ნათქვამია გვირიანიუსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ახმეტაში ნინო ბულჯანიძის დასახვედრად სოციალურ დაუცველებზე შეწოლას და შეხვედრაში სააგენტოს ადგილობრივი განყოფილების უფროსის მონაწილეობას ეხება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნოე ქინხაძემ განაცხადა, თუ სტატიაში მოცემული ფაქტები დადასტურდება, სააგენტოს თანამშრომლები მკაცრად დაისჭირდიან. სამაგიერო საინფორმაციო ცენტრის ლაივ პრესის ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი თარგამაძე სენაკში ამომრჩეველთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებზე ხელმოწერები შეაგროვეს. პარტია ერთსქესიანთა ქორწინების აბზალას კონსტიტუციით ითხოვს, ნათქვამია ლაივ პრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის სტატიის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტის განგებლის თანაშემწე ვასიკა ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს უჭერს მხარს. ბაქრაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ დაინიშნა. წინასაარჩევნო პერიოდში ის კოალიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ქარელში ვასიკა ბაქრაძის და ხელმძღვანელობს, ნათქვამია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია არჩევნების შესახებ, განსაკუთრებით კი ინფორმაცია რეგიონებიდან შეგიძლიათ იხილოთ საარჩევნო ვებგვერდზე headlines-ში. თბილისის ქუჩებში უკვე ორი მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტოები გამოჩნდა. რა ღირს რეკლამის განთავსება შენობების ფასადებსა თუ ავტობუსებზე და რა გეგმები აქვს პრეზიდენტობის იმ კანდიდატებს, ვის პლაკატებსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. წინასაარჩევნო სამზადისის ნიუანსებში გარკვევას ჩვენი ჟურნალისტი ლევან ქათამაძე ცდილობდა. სიუჟეტის დასრულების შემდეგ სხვა წინასაარჩევნო სიახლეების შესახებ უკვე ჩვენი მიმოხილვიდან შეიტყობთ. თბილისში უკვე ბევრ ადგილას ავტობუსების გაჩერებებსა და შენობების ფასადებზე წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კანდიდატების პლაკატები გამოჩნდა. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილსა თუ გარეუბნებში ჯერჯერობით ყოლთ ორი კანდიდატის, ნინო ბულჯანაძისა და გიორგი მარგველაშვილის ფოტოებს ვხვდებით. სად არიან სხვა კანდიდატები და რა ღირს გარემოკლამის განთავსება, ამის გარკვევა ჩვენ სარეკლამო კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შევეცდებით. იმათმა უფრო ადრე მოგმართეს, ვისი ბილბორდებიც უკვე გაკრულია და დანარჩენების, ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესში ვინც არის, იმათი უფრო იგვიანებს, უფრო ცოტა გვიან გაიკვრება შესაბამისად. ასე განმარტავენ სარეკლამო კომპანია Outdoor G-ში დედაქალაქის ქუჩებში მხოლოდ ორი საპრეზიდენტო კანდიდატის ბილბორდების გამოჩენას. სარეკლამო კომპანიაში ამბობენ, რომ ფასები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთია და რეკლამის განთავსებაზე არანაირი შეზღუდვები არ არსებობს. სამი საარჩევნო სუბიექტის გარდა კომპანიასთან მოლაპარაკებებს სხვა კანდიდატებიც აწარმოებენ. ჩვენ მოგმართა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ქართულმა ოცნებამ, ნინო ბურჯანაძემ, აკაკი ასათიანმა, კობა დავითაშვილმა და ნესტან კირთაძემ. უკვე გაკრულია ქართული ოცნების და ნინო ბურჯანაძის ბილბორდები. ეხლა მუშაობის პროცესშია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბილბორდები და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დანარჩენ საპრეზიდენტო კანდიდატებთან. გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო დედაქალაქის ქუჩებში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტოები ჯერჯერობით არც ისე ბევრია. საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ გარემოკლამის განთავსების ჯამური ღირებულება წინასაარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. გამომდინარე ამ სტრატეგიიდან, რომ არ იყოს ჩვენი სარეკლამო ბანერები ქალაქში ძალიან მრავლად და ეგეთი სტრატეგია არის, ჩვენი პიარული სტრატეგია ეგრე გადავწყვიტეთ და აქედან გამომდინარე არის საშუალოზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე დაბალი ოდენობის. თბილისში არის დაახლოებით 45 ერთეული, რეგიონებში ჯერ არ დაგვისრულებია და სავარაუდოდ ჩამოყალიბდებით საბოლოოს და შემდეგ გადავწყვიტავთ თუ რა რაოდენობაზე შევჯერდებით. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ქალაქში მოძრავ ავტობუსებზე არსებული სარეკლამო სივრცის ნაწილი უკვე აითვისა დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ. ბურჯანაძის პარტიაში ამ თემაზე გადაცემა არჩევანისთვის კომენტარი არ გააკეთეს და მხოლოდ ის კომპანიები დაგვისახელეს, რომელთაც სარეკლამო მომსახურება დაუკვეთეს.
სარეკლამო კომპანიების ინფორმაციით ამ დროისთვის გარეკლამის განთავსებაზე მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი აწარმოებს. შეთანხმება მიღწეულია ნაციონალურ მოძრაობასთან, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატის ფოტოები ბილბორდებზე მალე გამოჩნდება. რაც შეეხება ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას, პარტია სარეკლამო კომპანიებთან არსებული ძველი დავალიანების გამო წელს გარეკლამის განთავსებას ვერ მოახერხებს. ბუნებრივია, რომ ჩვენ წინა არჩევნებმა ძალიან დიდი ფინანსური რესურსები დაიღო, თუმცა ის რესურსები, რომელიც ჩვენ დავხარჯე, ისიც არ აღმოჩნდა საკმარისი არჩევნების შემდეგ სრული, ასე ვთქვათ, ანგარიშვალებისთვის და დავალიანება ოფიციალურად დეკლარირებული დავალიანება ჩვენ დაგვრჩა კომპანიების, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ გვიჭირს ძველი დავალიანების გასტუმრება, ახალი ვალდებულების აღება, ეს ძალიან მძიმე იქნება ჩვენთვის, ახლა ვერ ვახერხებ. $40 კვადრატულ მეტრზე პლუს $10 ფოტოს დასაბეჭდად. ეს არის გარეკლამის განთავსების საფასური, რომელსაც დღე ემატება. სარეკლამო კომპანიის ინფორმაციით, ამ დრომდე გარეკლამა მხოლოდ 300 საარჩევნო სუბიექტმა დაუკვეთა. 17 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატების ხელმოწერების წარდგენის ვა დაამოიწურა. დღეის მონაცემებით 19 საპრეზიდენტო კანდიდატია დარეგისტრირებული, უარი კი 28 საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველს ეთქვა. ცესკოში რეგისტრაციის პროცესი 27 სექტემბერს იწურება, თუმცა საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ საბოლოო ინფორმაცია ვადაზე ადრე გახდება ცნობილი. 19 საპრეზიდენტო კანდიდატი არის ოფიციალურად რეგისტრირებული, ხოლო 28 საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი. ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი ვითარების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში მოამზადეს. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, არჩევნების შემდგომ 3 აგვისტომდე საკადრო ცვლილებები 55 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და შეიცვალენ გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები. 2300-ზე მეტი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას თვითმმართველობებთან დაკავშირებული რეფორმის გაგრძელების, ხოლო საგამოძიებო ორგანოებს ზეწოლის სავარაუდო ფაქტების გამოძიებით მოთხოვნით მიმართავენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვის შესახებ მოქმედი რეგულაციები ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. შეხვედრაზე იმ მიმართვის ტექსტით შეიმუშავეს, რომელიც ცესკოს 2012 წლის 24 სექტემბერს მიღებული დადგენილების გაუქმებას ითვალისწინებს. ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ მზაობა გამოთქვა, რომ ყველა მეთოდს გამოიყენებს, რათა არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს. თუ გვინდა რომ მართლაც მაქსიმალურად კარგი არჩევნები ჩავატაროთ, მაშინ მედიას უნდა კონდეს სრული საშუალება იმისა, რომ გააკეთოს თავისი საქმე, ანუ გადაიღოს კადრები, გააუწიოს მონიტორინგი საარჩევნო პროცესებს. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კონტაქტ-ცენტრი გაუმჯობესებული სერვისით ამოქმედა. ამორჩევლებს შეეძლებათ ხმოვანი ავტომატური მომსახურებითაც ისარგებლონ, რომლის საშუალებითაც მიმდინარე საარჩევნო აქტივობების, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. ცენტრს ახლახან SMS მომსახურებაც დაემატა, გარდა სატელეფონო მომსახურებისა მოქალაქეები ინფორმაციას ცესკოს ვებგვერდზე არსებული ონლაინ ოპერატორის საშუალებითაც მიიღებენ. ქართული ენის პარალელურად ინფორმაციის მიღება ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც არის შესაძლებელი. როგორ განვითარდა პროცესები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში, რას აცხადებენ ყოფილ მმართველ გუნდში და რას პასუხობს უმრავლესობა, როგორ გამოიყურება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ, ნახეთ პოლიტმეხსიერებაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს კითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური უპასუხებს. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა რაიონების ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების, რწმუნებულების და სხვა თანამშრომელთა შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა. ამის შესახებ 3 არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნები საუბრობს. სამართლიანი არჩევნების ანგარიშის მიხედვით 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სისტემატურად გამართული
მიმართულმა საპროტესტო აქციებმა რიგ შემთხვევებში უკანონო ფორმა მიიღო, რაც გამოიხატა ფიზიკურ ანგარიშ სწორებაში, შენობაში შეჭრაში, სხდომის ჩაშლასა და შენობების ბლოკირებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით მსგავსი აქციები 40 მუნიციპალიტეტში გაიმართა. 27 შემთხვევაში კი საპროტესტო აქციამ უკანონო ფორმა მიიღო. ლენტეხში კანონდარღვევით წარიმართა მთელი კვირის განმავლობაში იყო პიკეტირებული გამგებლის სასაკრებულოს შენობა, როდესაც გამგებლის გადაყენების საკითხს არ ეთანხმებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ის ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებელიც რამდენჯერმე შეიცვალა. ანგარიშის მიხედვით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით გამგებელი 55 მუნიციპალიტეტში შეიცვალა. გამგებლის შესარჩევად კონკურსი კი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. სხვა შემთხვევაში ისინი საკრებულომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა 31 მუნიციპალიტეტში. 26-მა საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა პოსტი, ხოლო 6 მათგანი საკრებულოს გადაწყვეტილებით იქნა გადაყენებული. 69 მუნიციპალიტეტიდან საკადრო ცვლილებები 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში განხორციელდა. თვითმმართველობებიდან მოპოვებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 ივნისამდე გათავისუფლებულია 2321 თანამშრომელი. მათ შორის მასიურად გათავისუფლდნენ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები, რასაც ხშირად გამგებელთან თათბირი უძღოდა წინ. საერთო ჯამში 34 მუნიციპალიტეტში დათხოვილ იქნა 519 რწმუნებული. სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესში ძირითადად პარტიული ნიშანი გამოიკვეთა. კონკურსი მხოლოდ 11 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. პარტიული ნიშნით კი ძირითადად კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ. ეს იყო ვალერი გელაშვილის შემთხვევა ხაშური, როდესაც ის უშუალოდ ესწრებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ დისკუსიაში. ეს იყო ვიადაურის შემთხვევა ახმეტაში, თოთის შემთხვევა მახსენდება, როდესაც ეკაბესელია იყო ეს იყო საწყისი ეტაპი არჩევნების შემდგომ, მაგრამ იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც აშკარად იყვნენ ჩარეული ისინი ამ პროცესებში. რამოდენიმე შემთხვევაში თვითონ ესწრებოდნენ ამ სხდომას და უშუალოდ იღებდნენ აი განხილვაში მონაწილეობას და ყავდათ მათი ფავორიტები, ან ადამიანები, რომლებსაც უჭერდნენ მხარს, რომლებიც შემდეგ აირჩია საკრებულომ. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ასევე გამოიკვეთა საგამოძიებო სამსახურების დაინტერესება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობით. რამდენიმე შემთხვევაში აღიზრდა სისხლის სამართლის საქმე და დაკითხულ იქნენ თანამდებობის პირები. ზოგ მუნიციპალიტეტში კი ფინანსური პოლიცია შევიდა. სამართლიანი არჩევნების ანგარიშებში წარმოდგენილია სამართლებრივი დევნის 50 შემთხვევა. მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი გურამ საფარიძე და ქობულეთის გამგებელი თენგიზ ზოიძე. სამართლიანი არჩევნების გარდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განვითარებულ მოვლენებზე მიმოხილვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც გამოაქვეყნა. ორგანიზაცია თვლის, რომ თვითმმართველობებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების თავიდან აცილების მიზნით ერთადერთი პრევენციული ღონისძიება ზეწოლის იმ სავარაუდო ფაქტების გამოძიება იქნება, რაზედაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები საუბრობდნენ. ერთი არის, რომ მაგალითად ჩვენ რაღაც რეკომენდაცია გავწიოთ და ეს პროცესი შევაჩეროთ, მაგრამ მეორე არის ის, რომ მნიშვნელოვანია თუ კი ეს ადამიანები საუბრობენ კონკრეტულ ზეწოლაზე, ეს ზეწოლები გამოძიებულ იქნას. როდესაც არჩევნების შემდეგ ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ ამას ყურადღებით არ მოექცა ხელისუფლებამ. ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე არაერთხელ გაიმართა საპარლამენტო დებატები. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს პარლამენტი თუ რატო არის მასობრივად უკანონო განთავისუფლების რატო აქვს ადგილი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში წარმოდგენილი. საინტერესოა ვინ დაიკავა ის ადგილები, რომლიდან ასე ვთქვათ, დათხოვილი იქნა ამდენი ათასობით ადამიანი. ნეპოტიზმის ფაქტები, რომელზეც არაერთხელ იყო საუბარი, ეს არის ფაქტობრივად მასობრივად გავრცელებული, ასევე სახელმწიფოს მასშტაბით. ეს ხალხი არ არის ხალხის მიერ არჩეული, ეს ხალხი დღესაც არის ხალხის საწინააღმდეგო პოზიციებზე. თუ ჩვენი მხრიდან ძალადობა არის მარტო ის, რომ ჩვენ ხმას ვიღებთ იმაზე, რომ ეს ხალხი საბოტაჟს უწევს ეს ხალხი იმას, რომ რაიმე გაკეთდეს ხალხისთვის. მაშინ ასეთი ზეწოლა ჩვენი მხრიდან მე მიმაჩნია არის გამართლებული, იმიტომ რომ თქვენ დაკარგეთ რეალობის გრძნობა. თქვენ შექმნით ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომლის პირობებშიც ვიღაცა სალდაფონები წვიდავენ ხალხის ბერს. ეს დანაშაულია მობრძანდით. მერიის თანამშრომლების დაკავების შესახებ, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული, საუბრობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი. მისი თქმით, დაკავების პროცესში სამართლებრივი ნორმები იყო დარღვეული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ასოციაცია კი პროკურატურას მაღალჩინოსნების დაკავების დროს დაშვებული შეცდომების გამოძიებისკენ მოუწოდებს. გამორიცხულია, რომ უსამართლობა თუ უკანონობა თუ დანაშაული დამარცხდეს, ასევე დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებებით და უკანონობით ეს ასე არ უნდა მოხდეს. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს როგორც ის გარემოება თუ ვინ გაფლანგა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონი, ასევე უნდა იქნეს გამოძიებული მოხდა თუ არა უკანონო დაკავება ამ პირების. საზოგადოებას უფრო დიდი ინტერესი აქვს კონკრეტულად იმ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ის, რომ ასეთი საქმის გარშემო განსაკუთრებული ნდობა ყოფილიყო და ზოგადად პროცედურების დარღვევის გარეშე დაეწყოთ ეს საქმე და დაესრულებინათ. თბილისის 47 წევრიან საკრებულოში ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა დაკარგა. ფრაქციაში რჩება 22 წევრი, საკრებულოს დანარჩენი 25 დეპუტატი კი სხვადასხვა ფრაქციაშია გაერთიანებული, ან დამოუკიდებელი სტატუსით საქმიანობს. თვითმმართველობებზე არასამთავრობოების ანგარიშებში მოყვანილ ფაქტებს თბილისის მერიც ეხმაურება. გიგი უგულავა ამბობს, რომ სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი ფუნქციების შესრულების ნაცვლად თანამშრომელთა დათხოვნით არიან დაკავებულნი. ამ პროცესის წახალისებად თვლის უგულავა იმას, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა მიღება კონკურსის წესით აღარ ხდება. მთავრობამ უკვე ოფიციალურად გადადო კონკურსებით აყვანის ვალდებულება, რამაც პრაქტიკულად კიდევ უფრო მეტად წაახალისა ის პროცესი, რომ გარიგებით და ნეპოტიზმით მოხდეს აყვანა ხალხის, რაც ძალიან მნიშვნელოვან უკუსლა იქნება თვითმმართველობებისთვის და ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ, იმიტომ არის პრაქტიკულად რომ ნახოთ, საქართველოში არც ერთი თვითმმართველობა დღეს სრულფასოვნად არ მუშაობს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და უწყებათაშორისი კომისიის წევრი ირინა იმერლიშვილი არასამთავრობოების კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირთა მიმართ განხორციელებული ქმედება კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარეობდა. არის ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ასე ვთქვათ кейსი, როდესაც მაგალითად მარტვილის რაიონზე რაღაცა რაოდენობა თანხით ხელში დაიჭირეს ეს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა აღებული მას ქრთამის სახით. ასეთი ყოველი კონკრეტული შემთხვევა არსებობს, თუმცა უწყებათაშორისმა კომისიამ ძალიან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებში მანამ სანამ არჩევნები არ დასრულდება, არნაირი გადაადგილება აღარ იყოს, მათ შორის არც იმპიჩმენტები განხორციელდეს. ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებს უწყებათაშორისი კომისიის თითქმის ყველა სხდომაზე განიხილავენ, რაზედაც კომისიამ არაერთი რეკომენდაცია მიიღო. კომისიის წევრი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეფასებით უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების მიუხედავად ადგილობრივ თვითმმართველობებში საკრებულოს წევრების დაკავების პროცესი კვლავ გრძელდება. ქალბატონი თეაც ცდილობს, ასე ვთქვათ, აჩვენოს, რომ კომისია არის ეფექტური, ის გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ადამიანები თავისუფლებიან თავის სამუშაო ადგილებიდან, ხდება დაკავება გამგებლების, საკრებულოს წევრების და ეს ამის შეჩერება ფაქტობრივად არ ხდება. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. არ შეიძლება ერთი ქართველი უტყამდეს მეორეს, რატომ უჭერს სხვა კანდიდატს მხარსო. ამ ცემის ფაქტზე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება კიდევ მეორე საქმეზე და უნდა ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო, როდესაც ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლება ყოველთვის ხელსაფარებდა ხოლმე იმ ადამიანებს, ვინც ცემდა ოპონენტს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი შექმნილი პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად თვითმმართველობების რეფორმის გაგრძელებას მიიჩნევენ, რომელზეც მთავრობას პროექტი უკვე წარდგენილი აქვს. ვაგრძელებთ გადაცემას, ჩვენი სტუმარია ქალბატონი ეკა გიგაური, მოგესალმებით ქალბატონო ეკა. მინდა დავიწყო პირველ რიგში, როგორ აფასებთ იმ რეაგირებას ყველა იმ ანგარიშზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცით, ჩვენი მოსაზრება საერთოდ არის ის, რომ ის პროცესები, რაც განვითარდა ადგილობრივ თვითმმართველობებში, ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი და პოზიტიური. ეს პროცესები განვითარდა მაშინვე არჩევნების შემდეგ და ზუსტად ამიტომ ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან გარკვეული ყურადღება ყოფილიყო ამ პროცესების მიმართ. გარკვეულწილად თავიდან
ეს თითქოს ტალღასავით იყო და ზუსტად ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შესაძლებელია, რომ აქ ადგილი ქონოდა თვით შემოქმედებას, ასე ვთქვათ, და ეს შეიძლება ყოფილიყო მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა და ამ შემთხვევაში ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლებას ყურადღება მიექცია, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები და ზოგჯერ მათი ესე იგი სახეებიც კი ზოგჯერ იყვნენ ჩართულები ასეთი ტიპის ქმედებებში რეგიონებში და შესაბამისად ამიტომაც კიდევ ერთი არგუმენტი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ იყო, რის გამოც ალბათ უკვე კანცელარიას და პრემიერ-მინისტრს ყურადღება უნდა მიექცია ამ საკითხებისთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავაკეთეთ 100 დღის შეფასება არჩევნების შემდგომ პერიოდისა და მაშინ, როდესაც ბატონი პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე, მან თქვა, რომ მართლაც იგი აღიარებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ამის შემდეგ ჩვენ ვცდილობდით, რომ გარკვეული რეკომენდაციები წარმოგვედგინა და ჩვენი იდეა იყო ისიც კი, რომ გარკვეული სამსახური ან რაღაც კომისია შექმნილიყო პრემიერ-მინისტრთან, რომელიც გააკონტროლებდა აი ამ პროცესებს, ну გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვერც ერთი კომისია ისეთ საქმიანობას და ისეთ აქტივობას ვერ განახორციელებს, რაც შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხო, როდესაც არის საუბარი კონკრეტული ადამიანების მხრიდან ზეწოლაზე, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ აქ საგამოძიებო ორგანოებიც ჩაერთონ. თუმცა, რომ დაუბრუნდეთ ამ კომისიას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს კომისია შეიქმნა კიდევაც, ну ეს არ იყო კომისია, იყო გარკვეული სამსახური, იყო ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კომისიას და აი ამ სამსახურის საქმიანობას, თუმცა როგორც ჩვენ დავინახეთ, საბოლოოდ მაინც ეს არ იყო ეფექტური და საბოლოოდ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა აი ამ კოორდინაციამ, ასე ვთქვათ, იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა რეგიონებში. ჩემი მოსაზრება არის, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთებულიყო, იყო ის, რომ იმ ადამიანების ჩვენებები და ინფორმაცია, რომლებიც საუბრობდნენ კონკრეტულად ზეწოლებზე, მათი მოსმენა მომხდარიყო და ამ ფაქტებზე, კონკრეტულად ამ ფაქტებზე დაწყებულიყო გამოძიება. ანუ ერთის მხრივ მე ვიტყოდი, რომ როდესაც რაღაც გამოსვლები იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში, ხო, როდესაც საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნის საკითხებს ითხოვდნენ ეს ადამიანები, მაშინ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარა პოლიციამ და თავიდან არაეფექტურები იყვნენ, მერე უფრო შეძლეს, რომ რაღაცნაირად გაეკონტროლებინათ სიტუაცია, თუმცა მაინც ეფექტურები ისეთები არ იყვნენ. მაგრამ გარდა ამისა, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანების უსაფრთხოება დაეცვათ იქ ადგილებზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ ვიტყოდი, ზუსტად კონკრეტულად იმ ზეწოლის ფაქტების გამოძიება, რაც არ მომხდარა და ყოველ შემთხვევაში თუ მოხდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ზუსტად ამიტომ, რადგანაც თავიდანვე აი ამის პრევენცია არ მოხდა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს. ანუ ფაქტობრივად ანუ თანამდებობები დაკარგეს არა მხოლოდ თანამდებობის პირებმა, ანუ საკრებულოს თავმჯდომარეებმა, რაც ახლა ცალკე თემა არის და აქ პოლიტიკური პროცესიც არის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრმა საშუალო და დაბალ რგოლებში მომუშავე ადამიანმა დაკარგა თანამდებობა და ჩვენ არ ვიცით რა იყო ამის მიზეზი. ჩვენ ვხედავდით, რომ საკრებულოს ახალი თავმჯდომარეები და გამგებლები ანუ პირდაპირ ეთერში კამერების წინ ამბობდნენ, რომ მათ დაუძახეს კონკრეტულ მათ თანამშრომლებს და უთხრეს, რომ მათ უნდა დაეწერათ განცხადება წასვლაზე. ეს ადამიანები აღიარებდნენ, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული კამერების წინ და მათი პასუხისგებლობა არ დამდგარა. ამაზე არის საუბარი. შესაბამისად, ახლა კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა ის არის და ჩვენი ორგანიზაცია ძალიან აქტიურად მუშაობს ამ ადამიანებთან, არის ის, რომ სამწუხაროდ ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან, რომ როდესაც ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში, არავის არ აქვს უფლება, რომ მას დააძალოს, რომ მან დაწეროს განცხადება. და ჩვენ ამიტომ გვიჭირდა მათი უფლებების დაცვა, რადგანაც ყველა ეს განცხადება იყო დაწერილი საკუთარი ნებით. შესაბამისად, ახლა ზეწოლის დამტკიცებას ჩვენ ვერ შევძლებდით, ხომ? თუ კი იყო შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებმა თქვეს უარი და ისინი გაათავისუფლეს, თითქმის ყველა შემთხვევაში ეს იყო უკანონო ბრძანება და მათი აღდგენა ჩვენ მოვახერხეთ სამსახურში. ეხლა
რომ ვისაუბროთ ზოგადად საჯარო სამსახურზე, ხო? ჩვენი ორგანიზაცია წინა საარჩევნო პერიოდში, გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებით 2012 წელს, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ საჯარო სამსახური არის პოლიტიზირებული. და ჩვენ ვამბობდით, რომ საჯარო სამსახურში არიან ხელმძღვანელები, რომლებიც ავალებენ თავიანთ დაქვემდებარებულ პირებს, რომ ერთი პარტიის სასარგებლოდ ემოქმედეთ. ასევე რა თქმა უნდა ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას რომ რეგიონებში შეიძლება იყვნენ გამგებლები ან საკრებულოს თავმჯდომარეები რომლებიც შესაძლებელია ჩართულები ყოფილიყვნენ რაღაც სამართალ დარღვევაში მაგრამ ყველა ეს შემთხვევა უნდა იყოს დასაბუთებული და დამტკიცებული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი დასაბუთება და მტკიცებულებები არ იქნება, ხო, ფაქტობრივად ჩვენ ვაყენებთ იმ ადამიანების პასუხზე, რომელსაც ვერ დაუმტკიცეთ ბრალი, ხო? შესაბამისად, ამის შემდეგ პროცესი შეიძლება განვითარდეს ისე, რომ თუ კი ჩვენ იმ პირებსაც არ მოვთხოვთ პასუხს, რომლებმაც დააყენეს ამ პირების პასუხისგებლობა, ხო? შესაბამისად, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ისეთი მოცემულობა, როგორც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჯერ იყო საუბარი კორუმპირებულ საჯარო მოხელეებზე, შემდეგ გადავიდნენ იმ საჯარო მოხელეებზე, რომელსაც განსხვავებული აზრი ჰქონდა და ეს პროცესი უკვე ფაქტობრივად ის მივიღეთ, რაც მივიღეთ იმის გამო, რომ პოლიტიზირებული საჯარო სამსახური დაგვრჩა ხელში. თუმცა ქართული ოცნება აცხადებდა, რომ ეს პროცესები არ იყო მართული და უბრალოდ აღშფოთებული მოსახლეობა, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში იმ თქვათ მათი არგუმენტებით იმ დაპირებებს, რომელსაც არ უსრულებდნენ, ამით იყო აღშფოთებული, სწორედ ეს მოსახლეობა თვითორგანიზებულად მოქმედებდა, ახდენდა პიკეტირებას ამ შენობების და ანუ სწორედ ისინი იყვნენ ასე ვთქვათ შემოქმედები ამ პროცესების და არა ვთქვათ ქართული ოცნება. იცით მე ვიტყოდი ასეთ რამეს, ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესებს, ყველა შემთხვევაში ამ პროცესების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ის პირები, რომლებიც ადგილებზე იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტები. ხო, მე არ ვიცი მათ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან გაწყვიტეს კავშირი თუ არა, მაგრამ ესენი იყვნენ ის პირები, რომლებიც წინა საარჩევნო პერიოდში მოქმედებდნენ ქართული ოცნების სასარგებლოდ და ახლაც მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესებში. კიდევ ერთხელ ვიტყოდი და კიდევ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ განუმარტავდი, რომ ძალიან აქ ამ შემთხვევაში არ არის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ შენ ვიღაცას უშვებს სამსახურიდან. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც შენ ვიღაცას უშვებს სამსახურიდან, ეს უნდა დაუმტკიცო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის უკანონო და არ ამგონია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ადამიანები დავჩაგროთ უკანონოდ და გავათავისუფლოთ სამსახურებიდან. ეს არის მთავარი პრობლემა აქ. საერთო ჯამში მე მინდა გითხრათ, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად პროცენტებზე, ჩვენმა ორგანიზაციამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია როგორც ცენტრალური სამსახურებიდან, სამინისტროებიდან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებიდან. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შემდეგ დაახლოებით 11% გათავისუფლდა საჯარო მოხელეებისა. აქ როგორც თქვი, ძირითადად ეს ტალღა და ეს ყველაფერი შეეხო საშუალო და დაბალი რგოლის მოსამსახურეებს. რაც შეეხება რეგიონებში, აქაც დაახლოებით 2000 ადამიანი იქნა გათავისუფლებული, რომ ძირითადად ამ 2000-დან სადღაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო ისეთი, რომელთაც თავისი განცხადებით დაწერა, თავისი განცხადებით წავიდა და დატოვა ეს სამსახური და ეხლა იმაზეც საუბარი არ შეიძლება, რომ ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი და აი როგორც მაგალითად ის პროცესი არ განვითარდა, რაც ხდებოდა მაგალითად 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობა ფაქტობრივად ყველა გათავისუფლდა, ხო? ესეც არ იყო, თუმცა ყველა ის შემთხვევა, რომელიც მოხდა და სადაც ჩვენ ნახეთ უკანონობა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა ქონდეს საზოგადოებას, რადგანაც ჩვენ ესეთი უკანონო და არასამართლიანი მოპყრობაზე ქონდეს რაღაც რეაგირება და ეს რაღაცა არ განმეორდეს. გასაგები. დღეს რა რეკომენდაციები გაქვთ და რა შეიძლება, ანუ როგორ აფასებთ პირველ რიგში დღეს არსებულ ვითარებას, როგორ მუშაობენ ადგილობრივი თვითმმართველობები და რა რეკომენდაციები შეიძლება ქონდეს თქვენ ორგანიზაციას. და როგორც ვიცით, შედის 2014 წელს შედის ალაში ეს ახალი, ასე ვთქვათ,
ახალი მოდელი თვითმმართველობის მოქმედების და საინტერესო იქნება ამ კუთხითაც. მე სანამ აი ამ საკითხზე გადავიდოდი, რამოდენიმე ბოლო ფაქტზე ვიტყოდი, სადაც მართლაც გამოვიყენებდი თქვენს ეთერს და ვთხოვდი ხელისუფლებას, რომ კონკრეტული რეაგირება ქონდეს ამ ფაქტებზე. ერთი არის ბოლნიში მიმდინარე მოვლენები, აქაც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებასთან გვაქვს საქმე და რეალურად აქ ზეწოლაზე საუბრობს ეს ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება. არის საუბარი ახმეტაზე, სადაც ბატონი ზვიადაური მაჟორიტარი დეპუტატი არის ჩართული ამ პროცესებში და რეალურად აქაც საუბარი არის იმაზე, რომ იგი ახდენს საკრებულოს წევრებზე ზეწოლას და მარტვილში განვითარებულ მოვლენებზე. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო ფაქტებთან დაკავშირებითაც ძალიან საინტერესო იქნება პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული ინფორმაცია. რაც შეეხება ზოგადად თვითმმართველობებს, ჩვენს თავისთავად მივესალმებით იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა თვითმმართველობებში დაიწყოს გარკვეული რეფორმები. თქვენ იცით, რომ მათ წარადგინეს სტრატეგია და აქ მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით ამ სტრატეგიის განვითარება, ასევე ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილებაც იქნება ინიცირებული იმისთვის, რომ გამართულად იმუშაონ თვითმმართველობებმა. დღეს მე ვიტყოდი, რომ აქ არის გარდამავალი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი ის, რომ აი კიდევ ერთხელ გათავისუფლებებს რომ შევეხოთ, რომ ეს გათავისუფლებები შეეხოთ და ეს ტალღა შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობებს, იმიტომ რომ ჩვენ ხომ აქ საუბრობთ არა მხოლოდ ადამიანებზე, ჩვენ საუბრობთ ინსტიტუციურ მეხსიერებაზე, ანუ იქ იყვნენ ის ადამიანების, რომლებიც გარკვეულ საქმეს აკეთებდნენ, რაღაც გარკვეულ პროცესებში იყვნენ ჩართულები, შეიძლება რეფორმებშიც იყვნენ ჩართულები, რომლებიც ახლა გათავისუფლდნენ და მოვიდნენ ახალი ადამიანები, რომლებიც სხვათა შორის მხოლოდ 4% ახლად აყვანილი კადრებისა დაინიშნა კონკურსის წესით, დანარჩენი აბსოლუტურად ისე აიყვანეს კონკურსის გარეშე. შესაბამისად, ამ ადამიანებს ნამდვილად დაჭირდება დრო, რომ გაერკვდნენ და რაღაც გარკვეული ინფორმაცია მიიღებთ თუ ადგილზე იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ადგილებზე. ზოგადად მე გეტყოდით, რომ ჩვენ მაგალითად ჩვენმა ორგანიზაციამ რამოდენიმე დღის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი ანგარიში ზუგდიდის რაიონის სოფლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ძირითადი აქცენტები ჩვენ გავაკეთეთ ინფრასტრუქტურაზე, ანუ რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დაიწყოს ზუგდიდის რაიონის სოფლებში და ზოგადად რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს იქ ადგილებზე და მე მგონია, რომ თუ კი აი მართლაც დელეგირება მოხდება უფრო მეტი უფლებების ადგილობრივ თვითმმართველობებზე, უფრო მეტად ექნებათ მათ საშუალება იმისა, რომ აი მართლაც კონცენტრირებულები იყვნენ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. თუმცა, რა თქმა უნდა, მე ასევე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მტკივნეული პროცესი, ჩვენ ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ მართლაც სათანადო დონეზე იმუშაონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რადგანაც მათ უნდა ისწავლონ თავიანთი ბიუჯეტის შესაბამისად განკარგვა, ამის დაგეგმვა, იქ რაღაც სხვა უფლებამოსილებებიც ექნება, შესაბამისად ჩვენ ისინი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ აი ეს უფლებამოსილებები და ეს ახალი ფუნქციები მათ მიიღონ. აი ქართულ რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად ეფექტურად იმუშავებს აი ეს მოდელი, იმიტომ რომ ცხადია, რომ რაღაც უფრო გაცილებით მეტი უფლებები აქვს თვითონ ადგილზე, ამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს იგივე და ასე შემდეგ. ანუ ქართულ რეალობაში როგორ იმუშავებს თქვენი აზრით? მე მგონია, რომ იმუშავებს, თუ კი ჩვენ სწორედ ვამუშავებთ ამას და თუ კი ჩვენ მოვამზადებთ ადგილებზე საფუძველს იმისთვის, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველას ძალიან დიდი როლი ენიჭება, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ იგივე ადგილობრივ თვითმმართველობებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც მუშაობენ ადგილებზე და ვინც შეიძლება მონიტორინგიც განახორციელონ ადგილობრივ თვითმმართველობების, ასევე დონორებსაც, ალბათ მათი ადგილებზე შესაძლებლობა, ანუ იქ მომუშავე ადამიანების, ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათთვის ტრეინინგების ორგანიზება და ასე შემდეგ. ანუ მე მგონია, რომ ეს არ იქნება მარტივი, ძალიან ბევრი შეიძლება პრობლემაც შეხვდეს, თუმცა ის პროცესი, რაც მიმდინარეობს და ის სურვილი ხელისუფლებისა, რომ დაიწყოს რეფორმა ადგილობრივ თვითმმართველობაში და უფრო მეტი დელეგირება მოხდეს უფლებების მათზე,
ეს არის მე მგონი სწორი გზა და მსოფლიოშიც აბსოლუტურად ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს არის ის სტანდარტი, რომელიც და ის მოდელი, რომელიც მათ აქვს და შესაბამისად ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს პროცესი სწორედ დავგეგმოთ და მოვამზადოთ პირველ რიგში ადგილობრივი თვითმმართველობა. გასაგები, აი ეს ცვლილებები თქვენი შეფასებით შეძენს თუ არა უფრო მეტ მნიშვნელობას მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს? მე მგონია, რა თქმა უნდა, შეძენს, თუმცა სამწუხაროდ ახლა დღეს ის მოცემულობაც გვაქვს, რომ რეალურად არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ ბევრგან უკვე კოალიციური მთავრობა ფიგურირებს ადგილობრივ თვითმმართველობებში. შესაბამისად, ეს მოცემულობა გვაქვს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე მე ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა შედეგები, ანუ ეხლა რთული არის საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს დომინანტი პოლიტიკური ძალა იმ პერიოდისთვის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დრო გველის წინ. კეთილი, დიდი მადლობა მინდა გაკეთებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით, დაგვალოდეთ. მოცილებს დაიდი უკეთ და უფრო ეკონომიურად ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხის საშუალება. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ფიქრობთ, მოშორდება ეს ჭუჭყე? ჩემი აზრით ძალიან ძნელად. მოდით უფრო გავართულოთ ეს. არა, ახლა ის ამასთვის მოშორდება. ახლა ჩვენ შევადარებთ თქვენს ჩვეულებრივ სარეცხის საშუალებას და აიდს. ჯერ ჩვეულებრივი სარეცხის საშუალება. სრულად არ დაწმინდა. რაც შეეხება აიდს? ეს ძალიან თეთრია. ჩვეულებრივი სარეცხის საშუალებით მაინც კიდევ ერთხელ უნდა გამარეცხა. ბუნებრივია ერთი გარეცხვა უფრო ეკონომიურია ვიდრე ორი. დაიდი, იდეალური სითეთრე ერთ გარეცხვაში. რა საჭიროა ამდენი სილამაზის პროდუქტი? იმისთვის, ამისთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ერთადერთი რაც მჭირდება, ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. ის ღრმად წმენს, 100%-ამდე მათავისუფლებს კერტლისგან და ჩემს თმას უფრო დამყოლს ხდის. არბილებს. მხოლოდ ერთი ბოთლი იმისთვის, რომ თქვენი თმა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. მოცილებს დაიდი უკეთ და უფრო ეკონომიურად ვიდრე ჩვეულებრივი სარეცხის საშუალება. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ფიქრობთ, მოშორდება ეს ჭუჭყე? ჩემი აზრით ძალიან ძნელად. მოდით უფრო გავართულოთ ეს. არა, ახლა ის ამასთვის მოშორდება. ახლა ჩვენ შევადარებთ თქვენს ჩვეულებრივ სარეცხის საშუალებას და აიდს. ჯერ ჩვეულებრივი სარეცხის საშუალება. სრულად არ დაწმინდა. რაც შეეხება აიდს? ეს ძალიან თეთრია. ჩვეულებრივი სარეცხის საშუალებით მაინც კიდევ ერთხელ უნდა გამარეცხა. ბუნებრივია ერთი გარეცხვა უფრო ეკონომიურია ვიდრე ორი. დაიდი, იდეალური სითეთრე ერთ გარეცხვაში. რა საჭიროა ამდენი სილამაზის პროდუქტი? იმისთვის, ამისთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ერთადერთი რაც მჭირდება, ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. ის ღრმად წმენს, 100%-ამდე მათავისუფლებს კერტლისგან და ჩემს თმას უფრო დამყოლს ხდის. არბილებს. მხოლოდ ერთი ბოთლი იმისთვის, რომ თქვენი თმა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. გავაგზავნებთ გადაცემას, ჩვენი სტუმარია უმრავლესობის წევრი ბატონი დავით ლორთქიფანიძე. მოგესალმებით ბატონო დავით და პირველ რიგში მინდა დაგისვათ კითხვა, რა გახდა იმის მიზეზი, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასეთი მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა ადგილობრივ თვითმმართველობებში, იგივე მუნიციპალიტეტებში, იგივე გამგებლებმა დატოვეს თანამდებობა. რა იყო ამის მიზეზი, რა პროცესები იყო ეს? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ტელემეყურებელს და მიულოცავ დღევანდელ ღვთისმშობლობას. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ბუნებრივი პროცესია, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოსახლეობა ხედავს რა იმ მოცემულობას, რა მოცემულობაშიც დღეს არის ქვეყანა და ის წარსული, რაც 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების პირობებში იყო ქვეყანა, დაინახეს რა, რომ
პერსპექტივა წინსვლისა, განახლებისა და წარმატებული ხელმისაწვდომობისა არის ბევრად მეტი ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობებში, მუნიციპალიტეტებში, საგრებულებში და გამგეობებში მოგეხსენებათ ძალიან ხშირ შემთხვევაში გონიერი ადამიანები არიან და ამ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ახალ პოლიტიკურ რეალობასთვის თვალი გაესწორებინათ და ან თვითორგანიზებულები იყვნენ ისინი. მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო თვითორგანიზებულობის შედეგი და რაც თავარია იყო ქვეყნის ახალი ხელისუფლების ანუ კოალიცია ქართული ოცნების და ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის დამსახურება რომ ამ ადამიანებმა დაინახეს რომ ჯობია ამ ახალ რეალობაში იყვნენ ვიდრე ჩარჩნენ იმ წარსულში რომელშიც საწყის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ამყოფებდა ჩვენს მოსახლეობას. იყო შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატები ჩადიოდნენ ადგილზე, იგივე ფოთის შემთხვევა, იგივე კახეთში იყო შემთხვევა. ანუ ეს ამ საკითხს როგორ აფასებთ? ანუ რამდენად ჯდებოდა იმ ფარგლებში, რომ თქვა თვითორგანიზებული მოსახლეობა თქვა მოითხოვდა რაღაცას და ადგილზე ჩადიოდა მაჟორიტარი, რომელიც გარკვეულწილად ერეოდა ამ პროცესებს. მოდით ესე ვთქვათ, მოსახლეობის ასე ვთქვათ, განწყობილებები ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ძალიან სწრაფი ტემპით იცვლებოდა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების სასარგებლოდ, იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობამ რეალურად დაინახა ის ზრები, რომელიც განხორციელდა, ჩვენ საუბარი გვაქვს ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოებზე, ან მუნიციპალიტეტებზე, გამგეობებში, საგრებულოებში და როდესაც ადამიანი ხედავს, რომ წლების განმავლობაში მისი მიწა ელემენტარულად არავის არ დაუხნია და მოვიდა ახალი ხელისუფლება, დაუხნა და უთესა და საუბარი არის 700.000 ოჯახზე, რომელმაც მიიღო ის სიკეთე, რომელიც მიიღო, აი ამ პროგრამიდან გამომდინარე, ბუნებრივი ეხლა იქ მოსახლეობას უჩნდება განცდა იმისა, რომ გადავიდეს ახალ რეალობაში და უნდა გითხრათ, რომ ამ 10 თვის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა გაეკეთებინა ბევრად უფრო მეტი 9 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებამ. აქედან გამომდინარე, ეხლა მოსახლეობის განწყობაც შეიცვალა და ეხლა დეპუტატების ჩასვლა რაიონებში მე არ ამგონია რამესთან იყო დაკავშირებული ცუდთან, იმიტომ რომ ჯერ ერთი დეპუტატის ვალდებულება არის პირდაპირ რომ ის მოსახლეობასთან იყოს, ასე ვთქვათ, ძალიან ცხოველ კონტაქტში და ყოველდღიურად იყოს დაინტერესებული, მით უმეტეს მაჟორიტარებს როცა საუბარი, მაჟორიტარები აირჩიეს მოსახლეობამ, მათ დაუჭირეს მხარი და აქედან გამომდინარე ისინი ვალდებულნი არიან თუ შეიძლება ითქვას ესე პულსზე ხელი ედოთ რომ არ გამოეპაროთ ის რეალობა რომელიც რაიონებში მიმდინარეობს და აქ ვერაფერს უხერხულს ვერ ხვდებით ვერ ხედავ და თუ კონკრეტულად სადმე არის საუბარი რომ რაღაც უხეში ჩარევები მოხდა ასეც მე ვერ ვიხსენებ პირიქით შემიძლია ვთქვა რომ ზოგ მუნიციპალიტეტში მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ერევიან ძალიან უხეშად და ამას ცდილობენ შემდგომ ამას ალბათ შემდგომ გავავცელოთ ამ თემას გავავწოთ მაგრამ ერევიან და ცდილობენ ეს ყველაფერი ხელისუფლებას მმართველს დააბრალონ. კი ბატონო, უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გედევან პოპხაძემ ასეთი ფრაზა თქვა, როდესაც პარლამენტში დებატები იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი არ არის ხალხის მიერ არჩეული, ეს ხალხი ხალხის საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, პოზიციებზე, ანუ მანინგულის მმართველობის თვითმმართველობებში ის ადამიანები, რომლის გადადგომასაც ითხოვდნენ, თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას? გამიგვირდა სიმართლედ ვიფიქრეთ ჩემმა კოლეგამ პარლამენტის წევრებზე თუ თქვა მეთქი და ძალიან გამიგვირდა სიმართლე გითხრათ. მე გარკვეულწილად ვეთანხმები ჩემ კოლეგას ბატონ გედევანს. ჩვენ მოგეხსენება რომ 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში თუ რა ტოტალიტარული არჩევნები ტარდებოდა ფაქტიურად არჩევნები არ ჩატარებულა და უმეტეს შემთხვევაში საგრებულოებში დეპუტატები არიან დანიშნულები. ანუ რაღაცა ნიშნით, პარტიული ნიშნით, ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ აქტივისტები, მათი ნათესავები, მეგობრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ამ ნაწილში მე ვიზიარებ, რომ საგრებულოები ძალიან დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ გამოხატავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ასე ვთქვათ განწყობილებას, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა რომ ნორმალური ქვეყანის ასე ვთქვათ მშენებლობაში ვიყოთ ჩართულები, ის ციკლი
რომელიც არის 4 წლიანი ციკლი, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა ასე ვთქვათ, ამას გაგებით მოვეკიდოთ და მით უფრო შესაძაც გლობალურ სახელმწიფო პოლიტიკაზე ადგილობრივი თვითმმართველობები გადამჭრელ ასე ვთქვათ, ქმედებას ვერ ახორციელებენ და ვფიქრობ, რომ ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ როგორც არის. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც საუბრობდნენ ზეწოლებზე, იგივე იყო ფინანსური პოლიციის შესვლა მუნიციპალიტეტებში, იგივე სამართლიანი არჩევნების ასე ვთქვათ, სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით დაინიშნა პარტიული ნიშნით მოხდა შემდეგ დარჩენა. ანუ ეს ერთობლიობაშია, თქვენ როგორ ფიქრობთ, არ აჩენს გარკვეულ კითხვებს? იცით, კითხვის ნიშნის დასმის უფლება ყველას აქვს და სამართლიანი არჩევნები, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, მე გავეცანი მათ ასე ვთქვათ, ანგარიშს და ვიზიარებ მეტწილად მათ მოსაზრებებს, მაგრამ იცით რა არის, როდესაც საუბარი არის მუნიციპალიტეტებში, საგრებულოებში, განგეობებში, როგორც თუ არ მეხსიერება ამ ღალატობს, 55 გამგებელი შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში და 26 საგრებულოს თავმჯდომარე რიგ შემთხვევებში, ასე ვთქვათ, იმპიჩმენტის წესით რიგ შემთხვევებში თვითონ დაწერეს განცხადება და გადადნენ დაკავებული თანამდებობიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური, ასე ვთქვათ, მოცემულობა არის. გასაგებია. მინდა გკითხოთ მერის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა განაცხადა, რომ დარღვევებით მოხდა დაკავება და იგივე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ღირსების შემლახავი იყო ეს დაკავება. თქვენ როგორ აფასებთ ამას და იყო თუ არა გარკვეული კითხვის ნიშნები ამ თვითონ დაკავების პროცედურაში? იცით რა არის, მე ამ ნაწილში, რასაც ქვია დაკავებების, ასე ვთქვათ, ანატომიას, შეიძლება რიგ შემთხვევაში მართლაც იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, მაგრამ ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით ეს დაკავებულები არავის არსად არ გადაუმალია და არავის არსად არ გაუქრია. ჩვენ გვაქვს მაგალითები არაერთი და არაათეული წინა ხელისუფლების პირობებში თუ რასაკეთებდნენ ეს ადამიანები, ჩვენ ვიცით, რომ მათ თვეების განმავლობაში საპატიმრო ადგილებში ადამიანები ბრალის გარეშე ყავდათ გამოკეტილი და მიდიოდა მათზე შანტაჟი, ტერორი, მუქარა, რომ მათ თავისი ბიზნესცილები დაეთმოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ახლა თუ რამ პროცესუალური ნორმები დაირღვა, ბუნებრივია ყველაფერს უნდა გქონდეს სათანადო რეაგირება, უნდა მოყვეს სათანადო შეფასება, მაგრამ მე დღემდე რატომღაც არ მახსენდება, რომ იგივე ნაციონალურ მოძრაობას ამასთან დაკავშირებით ან სასამართლოსთვის მიემართოს, ან პროკურატურისთვის მიემართოს, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის თითიდან გამოწვეული, ასე ვთქვათ, მოცემულობა და რაც შეეხება თქვენ წინა კითხვას მინდა მიუბრუნდე, ფინანსური პოლიციების შესვლა, ანუ საფინანსო უпростоრად საგამოძიებო სამსახურები ფინანსთა სამინისტროსი, ესეც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოცემულობა არის, როდესაც შედის ოპერატიული ინფორმაცია, რომ იქ ადგილი აქვს რაღაც ფინანსურ დარღვევას, ბუნებრივია ვალდებული არის სამსახური, რომ მოახდინოს. სხვა არის, როდესაც ხდება გეგმიური შემოწმება, როდესაც ხდება წლის ანგარიშების შემოწმება, როცა აუდიტორის შემოწმება იყო ყველაფერი. არა, რიგ შემთხვევაში ალბათ იყო დაუგეგმავი, როდესაც საუბარი არის ოპერატიული ინფორმაციაზე და როდესაც ელემენტარულად ახლა ჩინოსანს ქთამის აღების ფაქტზე აკავებენ ან ქთამის აღების ფაქტში მონაწილე რამოდენიმე პერსონა, ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ, ერთი ჩინოვნიკი ვერ განახორციელებს იმ უკანონო ქმედებებს, ის არის, ასე ვთქვათ, შესული დამოკიდებულებაში სხვა ჩინოსნებთან და ბუნებრივია გეკითხებით, აი ქთამის აღებასთან დაკავშირებით სტუდია მონიტორს კონტა ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ამ საკითხზე, როდესაც 11 მოხელის საქმეში იყო ერთი მთავარი მოწმე, ერთი ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად შემდეგ იურისტების შეფასებით გარკვეულ პროვოცირებას ახდენდა ქთამის შეთავაზებით. აი ამ მეთოდს როგორ აფასებთ თქვენ და უნდა იქნას თუ არა გამოძიებული მსგავსი ფაქტები? იცით რა არის, არ არის გამორიცხული, რომ ერთი ადამიანი რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ასე დანაშაულ ფაქტს წაეწოს, მაგრამ როდესაც საუბარი არის ერთ ათეულზე და მეტ შემთხვევაზე, ამ შემთხვევაში ბუნებრივია იჩდება, რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქეს, როგორც პარლამენტის წევრს, იჩდება კითხვის ნიშნები და რა თქმა უნდა, სამართალდაცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და უნდა იქნეს ინსტიტუციონალურად ისე არის მოწყობილი ჩვენი სამართლებრივი სისტემა, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და დაადგინოს რეალურად თუ რა
ფაქტთან გვაქვს საქმე ჩვენ ამ შემთხვევაში. კეთილი და მინდა გკითხოთ აუცილებლად იმ ასე ვთქვათ ცვლილებებზე რაც იგეგმება ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომელიც 2014 წლიდან არჩევნებთან ერთად ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ ორივე სიტყვით განგვიმარტოთ რა იქნება შეცვლილი და რამდენად ეფექტური იქნება ის, ანუ რითი არის უკეთესი. იცით რა არის ამასთან დაკავშირებით პარლამენტის სათანადო კომიტეტი არის რეგიონალური მართვის კომიტეტი, რომელსაც ბატონი ერეკლე ტრიპოლსკი ხელმძღვანელობს. ამ კომიტეტში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად თუ შეიძლება ითქვას, ეს იქნება ბევრად მეტი დეცენტრალიზაცია, ანუ თვითმმართველობებს მიეცემა ბევრად მეტი თავისუფლება, რომ თვითონ განკარგოს თავის ხელთარსებული ქონება და ის ფინანსური ნაკადები, რომელიც დღეს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიედინება ადგილებზე და ბევრად უფრო თავისუფლად მოხდეს, ასე ვთქვათ, მისი განკარგვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტების საგრებულოსაგან. ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ და პრეცედენტებს ბატონო დათო, რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტში სხვა ძალა იყოს წარმოქმნილი ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვა ძალა და ვთქვათ ჰარმონიულად თანამშრომლობდნენ? იცით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მუნიციპალიტეტები არიან დამოუკიდებელი ერთეულები, აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, დემოკრატიისათვის, მე ვფიქრობ, რომ აქ არანაირი ხერხულობა არ უნდა იყოს ის მოსახლეობა, რომელსაც ჩათვლის, რომელი პოლიტიკურ გუნდსაც ჩათვლის მის მოცემულობაში, მის მუნიციპალიტეტში, ანუ მის რაიონში, რო ვთქვათ მარტივად, რომელსაც ჩათვლის, რომ უფრო ღირსეული არის, მე ვფიქრობ, რომ მას უნდა დაუჭიროს ხარ და ცენტრიდან კიდევ ბატონ ბიძინას პოზიცია ასეთი არის და რომ არავითარი ასე ვთქვათ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ბუნებრივია დღესაც არ არის და მომავალშიც არ უნდა იყოს, პირიქით აბსოლუტურად ნორმალური პროცესი იქნება ის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების შექმნილ მუნიციპალიტეტების აგრებულებთან მითანამშრომლობთ. კეთილი, დიდი მადლობა მინდა გადაგიხდოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. განვყურებდით გადაცემა არჩევანს. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დათხლორთქიფანიძე. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ყველა სიახლე არჩევნებთან დაკავშირებით იხილოთ ვებგვერდზე headlines-ში. შემდეგ შაბათამდე გამშვიდობებით ნახვამდის.